პროტესტი ქვეყანაში. ღია ღამე ქართული საზოგადოება ქვეყნის სამსახურშია. სინამდვილეში კი რეალური სამსახურის, საკუთარი სახლის, შვილების და ნორმალური ჩვეული ცხოვრების ნაცვლად ყველა ჩვენგანი ამ ქვეყნის პირველ მოქალაქედ იქცა და სხვაგვარად ვეღარც წარმოუდგენია. ის რაც ბოლო დღეებია თბილისის ქუჩებში ხდება, ეპოქალური მოვლენაა. მოულოდნელი და შეიძლება იმდენად ახალი, რომ ამ ძალას საკუთარ თავშიც არავინ ელოდა. ჩვენს თვალწინ, ჩვენივე ქვეყნისა და სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში სრულიად ახალი, სუფთა, გულწრფელი და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება დაიბადა. მონობაზე, ძალადობაზე, უსამართლობაზე და ცინიზმზე უარი თქვა და მომავლისა და თავისუფლების მოსაპოვებლად ქუჩაში გამოვიდა. ალბათ, სამშობლოს ნამდვილი სიყვარულიც ეს ყოფილა, როცა კარგავ, უნდა იმოქმედო. დღეს მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ცხოვრობდი აქამდე. სხვადასხვა პროფესიის, ცხოვრების წესის მქონე მოქალაქეები ერთმა მთავარმა სახელმწიფოს იდეამ გააერთიანა და დადიან, ან უწყვეტად დგანან და სამართალს საკუთარივე ქალაქის ქუჩებში პროტესტით დაეძებენ. ქართული ღვინო თავისუფლებისთვის. ქუჩაში არიან მეღვინეებიც. ვენახები და მარნები დატოვეს და გაერთიანდნენ. ის რომ საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროპაშია, ამ ქვეყნის 8000 წლიანი ღვინის უძველესი ისტორია თვითონ გვიამბობს და გვაჩვენებს, ვინ ვართ სინამდვილეში და რას ნიშნავს იდენტობა. დღეს რეალურად ვახდენთ რა, დარგს ახრიან აღმოჩენის პროცესში ვართ, იმიტომ რომ ამ რუსების ბატონობის დროს და კომუნისტების ბატონობის დროს ქართული ღვინო საერთოდ წაიშალა, სულ განადგურდა, ამის ტრადიცია მოკვდა და ჩვენ ახლიდან ვიგონებთ, ასე ახლიდან პოულობთ ამას და ამ პროცესში სწავლობთ ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან. ყველაფერს ცოდნა იქიდან მოდის. და ეხლა როგორ შეიძლება შენ თუ ამას ჩაჭრი ამ გზას და ჩამოვაცილებ ფოსფეროს, ისევ დაინგრევა ყველაფერი და ისევ ის ღვინო გვექნება, რაც იყო ეს რაღაც ბჭყალებში ღვინო და როგორც სამწუხაროდ დღეს არის ზოგიერთი დიდი კომპანია, რომელიც რუსეთს იქ არიხედებიან და არ შეიძლება იმის დალევა ის რაღაც აკეთებენ და სახელს გიფუჭებენ კიდე. აი აქ წარმოდგენილია ხალხი, მარნები, რომლებიც იყო ჩემი შთაგონების წყარო, როგორც მეღვინის. და აი ამ ადამიანებმა ძალიან დიდი გზა გაიარეს. ძალიან ადვილია გააყალბო ღვინო, მაგრამ ძალიან რთულია ღვინო შეუნარჩუნო ავთენტურობა. ამ ადამიანებმა ეს მოახერხეს წლების განმავლობაში თავეთი შრომით და ზუსტად ამ ადამიანებმა უამრავ ხალხს საზღვარგარეთ გააცნო ჩვენი ავთენტური კულტურა, რომლითაც ესე ვამაყობთ, რომელიც 8000 წელს მოითვლის და 8000 წელია ჩვენ გვაქვს მოსავალი. და უამრავი მოსავალი გვექნება დარწმუნებული ვარ, კიდევ იმიტომ რომ არ გაჩერდება ხალხის მდინარე. ჩვენ ყველამ ვიხილეთ ბოროტება და აი ამ ბოროტების წინააღმდეგ გამოდის მთელი საზოგადოება. ქართული ღვინის ადგილი, რა თქმა უნდა, ევროპაში. ეს არის ის სფერო, რომელსაც სისტემა უკვე მრავალი წელია მიზანმიმართულად ებრძვის. ჩვენ გვახსოვს კლუბებში შეჭრა, შევარდნა. მნიშვნელოვანია, რომ ისინი, ვინც არ ვართ კლუბის მეპატრონეები, არ ვართ მათი მომხმარებლები, გვერდში დავუდგეთ მათ და გავამხნევოთ და უთხრათ, რომ ჩვენ იქ ვართ, სადაც საჭიროა. სხვადასხვა პროფესიულ უწყვეტ მარშებს უერთდება ყველა განურჩევლად პროფესიისა. ყველა, ვინც აცნობიერებს რას კარგავს, მათ შორის იყვნენ ცხადია მუსიკოსებიც, საკლუბო სცენის არტისტები, ელექტრონული მუსიკოსები და ღამის კლუბის მფლობელები. ყველა რეპრესიის ფორმა რაღაცნაირად ხო იცი ეს ნელ-ნელა იწყება ჯერ რაღაცა ხელოვნების სექტორის, მე იმ სექტორის, მე ამ სექტორის და უცებ შენს გეხება. ბოლო და რო დაიწყო რაღაცები დავწერე, შეიძლება კიდევ რაღაცები დავწერო, გამოუშვა. როგორი მუსიკა იქნება? არ ვიცი. იქნება შეცდომა.
ყველაფერი ეს ხო არის დიდი შეცდომა და მუსიკაც იქნება როგორც შეცდომა. დღისით დავდივართ, ღამით კი ვდგევართ. ჩვენს თვალწინ ქვეყანაში ამავე ქვეყნის თანამედროვე ისტორია აღბეჭდილი, რომელსაც ვერანაირი ვერაგი პროპაგანდა ვერ გააყალბებს და პირდაპირ გულწრფელობითაა ნაკარნახები. და ამ მასალების ავტორებზე ძალადობისა და დევნის მიუხედავად, მაინც დოკუმენტირდება. დღეს აქ ვინც მუშაობს თითოეული ჟურნალისტი მუშაობს თავისი სიცოცხლის ფასად და თავისი ჯანმრთელობის რისკის ფასად. გააზრებული გვაქვს თითოეული ეს რისკი და ვფიქრობთ, რომ ამის მიუხედავად ღირს რომ ვიმუშაოთ, ვაჩვენოთ თუნდაც საერთაშორისო მეგობრებს და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს თუ რა ჯოჯოხეთი ხდება აქ და რა საშინელებები ტრიალებს, რა ძალას იყენებს ხელისუფლება ადამიანების და დემონსტრანტების დასაშლელად, ან იმისთვის რომ პროტესტი ჩაახშოს და ვფიქრობ, რომ ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები ამას ჯერჯერობით ვახერხებთ იმის მიუხედავად, რომ არაერთხელ იყო ეს ფიზიკური ძალადობა იქნება თუ სხვა ხელისშემშლელი ფაქტორი. ძალადობის კვალი გეტყობათ და იმიტომ მინდა კითხოთ რაშია საქმე, თქვენ თვალზე კიდე გაქვთ დაზიანება. სხვა დემონსტრანტებისგან და ჟურნალისტებისგან განსხვავებით მე დღის შუქს და მესხდნენ თავს ტიტუშკებს, რომელიც ახეთ ისპირები. სამი ადამიანი იყო, რომლებიც თავში მირტყავდნენ და უკვე დაგდებულზე წეხლებს მირტყავდნენ და ძალიან რთული რაღაცების გადაღება გვიწევს, ჯერ ერთი გადაღება გვიწევს და მეორე ძალიან რთული რაღაცები გვემართება ჩვენ თვითონაც. ბევრი ჩემი კოლეგა დაშავდა, მე მსუბუქი დაზიანებით გადავრჩი, მაგრამ ორი კამერა დამემტვრა და თან რაღაცა ამ ეგრეთ წოდებულ სიაში აღმოჩნდი დასაჭერი ადამიანების ძალიან რთული დღეები იყო ეგ, როდესაც გავიგეთ, დღეს გამოკითხვაზე ვიყავი საერთოდ სასამართლოში, კრიმინალურ პოლიციამ გამოკითხა, რაღაც ვერ ვიჯერებ მე თან სად ვართ. როგორი ფინალი აქვს ამ კინოს, აი როგორც რეჟისორს მინდა კითხოთ. და თვითონ რეალურად სიტუაცია ეგეთია, ძალადობრივი არის. არის სისხლიანი, მე ვიტყოდი, თუმცა ჩემს ასე ვთქვათ ფოტოობიექტივში აი ეს ძალადობა და ეს ხო ნაკლებია. ჩემ ფოტოობიექტივში უფრო ეს ჩანს, რომ პროტესტი სისტემასთან მიმართებაში. პროტესტი რეჟიმს. ფინალი აქვს ამ კინოს თქვენი აზრით? ფინალი არის ერთი. გამოსვლა ამ რეჟიმიდან და დამარცხება ამ რეჟიმის როგორ. ეხლა მინდა ორივეს კითხოთ ერთად, რამდენად მნიშვნელოვანი და გამაძლიერებელი იყო თქვენთვის პრეზიდენტის ის ჯილდო, რომელიც რამდენიმე საათის წინ მიიღეთ, ღირსების ორდენი. мотивациას მოგცა, ანუ მე ჩემს ყოველთვის ეს არის, რომ კიდევ ერთი დამატებითი мотивация, რომ გავაგზავნოთ ის, რასაც ვაკეთებთ და ანუ ამ ყველაფრის მიუხედავად, რამხელა ძალა აქვს თავისუფალ მედიას, დამოკიდებელ მედიას. ძალიან დიდი мотиваტორი არის ეს პრეზიდენტის ეს ნაბიჯი და რეალურად ჩვენს გავაჟღერეთ ის, რომ არ აქვს მნიშვნელობა ეს ორდენი, ჩვენთვის უბრალოდ мотиваციაა და არა ის, რომ დღეს ბევრი კრიტიკა შეგვხვდა, რომ ჩვენ არ მიგვიღია ორდენი, მაგრამ მაინც ვაგზავნებთ აქციას და ეგ არასწორი დამოკიდებულება მგონია, იმიტომ რომ კი, ანუ არა უშავს, ვინც მივიღეთ, ვინც არა მე და მე მიიღებს, იმიტომ რომ ყველა ვხედავთ, ხო, ანუ მეც ვხედავ ჩემი კოლეგები, სხვა კოლეგები რა დღეში არიან. პროტესტმა საკუთარი თავი მალევე ხელოვნებაშიც ნახა და ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებთან ერთად პირდაპირ სახვით ხელოვნებაშიც გამოჩნდა. თითქოს რეფლექსია გამომიდის ხოლმე ყოველთვის, ვინაიდან ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და არ შემიძლია რაღაცნაირად აი რაღაცა ხდებოდეს ქვეყანაში ან ჩემს პირად ცხოვრებაში და ამაზე რეფლექსია არ მქონდეს. შესაბამისად გამოვიდა ისე, რომ რა თქმა უნდა ძალიან მინდა რომ ვიმუშაო, ამის გარეშე ფაქტობრივად არ შემიძლია არც ერთი დღის გატარება. და ვათვალიერებდი ფოტოებს, ამ ქრონიკებს ვათვალიერებდი და რაღაცნაირად რამდენიმე ფოტომ მოიტანა ისეთი ატმოსფერო, რომ უკვე აღარ შემეძლო, რომ ეს ატმოსფერო ჩემს ნამუშევარში არ გადმომეტანა ჩემს სტილოზე და არ ვიცი როგორც ჩანს არც ეს ცუდი გამომივიდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი რეზონანსი ჰქონდა ამ ნახატს. და სანამ საკუთარ ნაძვის ხეს ამოფარებული არალეგიტიმური ხელისუფლება ძალადობს, ნაძვის ხეს ვერ ანთებს, უნდა გვესმოდეს, რომ ბრძოლა არ დამთავრებულა. ჯერ ისევ ბნელა, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ქვეყანა შენი დასაცავია, ნაცემი, დაკავებული და ციხეში ჩასმული მოქალაქეც შენ ხარ და გარდაუვალი გამარჯვება წინა.